ერთადერთი რაც გჭირდებათ აქ 10,000 ლარის მოსაგებად არის ინტუიცია და ლოგიკა. თქვენ უყურებთ ქართულ YouTube სივრცეში კიდევ ერთ ახალ კონტენტს ინტუიციის ზღვარზე, რომელიც თქვენი დამსახურებაა, რადგან ჩვენ უკვე 150,000-ნი ვართ მეგობრებო. უღრმესი მადლობა თითოეულ გამოწეს, თითოეულ მაყურებელს, რომელიც გვიყურებს, ალაიქებს, აფასებს ჩვენ შრომას და მაძლევს мотивაციას, რომ კიდევ უფრო მეტი და საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ. და მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ, შესაბამისად გთავაზობთ ახალ კონტენტს. დღეს კი ინტუიციის ზღვარზე კალა, ბასტო და მახარა იდგებიან, რომელთა მიზანია ჩემ მიერ დასმულ 8 კითხვას სწორად უპასუხონ და სახლში 10,000 ლარით დაბრუნდნენ. სალამი მეგობრებო. მადლობა 150k სპეციალ ვიდეოზე რო გვესტუმრეთ. გილოცავ, ლაშა, გილოცავ. გაიხარით მეგობრებო. და კაია, მალე 200 მოგველოცოს. მახარ გახსოვს ფულით წავედით 100k სპეციალი და. ეხაც რა. მადლობა ლაშა, იმენა ზუსტად არჩევ ხალხს. აი ეს გიგდოდა აქ. მე იმედი მაქვს, რომ იღბალი აბა დღეს უნდა გვეხმარება. აქაც დაგეხმარება და სახლში 10,000 ლარით დაბრუნდებით. თამაში შედგება 8 კითხვისგან და თითოეულ კითხვას 4 სავარაუდო პასუხი აქვს. მოთამაშეების მიზანია თანხა დადონ სწორ პასუხზე, თუმცა მათ შეუძლიათ ერთი პასუხის ნაცვლად რამდენიმე პასუხზეც გადაანაწილონ თანხა, მაგრამ თამაშს გააგრძელებენ მხოლოდ იმ თანხით, რომელიც სწორ პასუხზე ექნებათ განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი შეცდომაც კი მათთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. და ეგრევე შევეწავ, ვაფშე 0-ით შეიძლება წავიდე. აუ თუ არ დაუბრიდო. მე შეგახსენებთ, რომ თითოეულ კითხვაზე გაქვთ 3 წუთი საფიქრებლად. თუ თქვენ 3 წუთის განმავლობაში არ გექნებათ განთავსებული, კონკრეტული პასუხი არ გექნებათ დაფიქსირებული, თანხა 4 ნაწილად თანაბრად გაიყოფა და ისე განთავსდება დაფიქსირდება პასუხი. ლაშა, რამდენად გიღებს ამ აპარატურის დალეწვა ეხა იმათ რომ რაღაცა ფული წავიღოთ ჩვენ აქედან. მეგობრებო, მე წარმატებებს გისურვებ. თქვენი მიზანია რომ 8 კითხვის შემდგომ რაც შეიძლება დიდი თანხი დამთავრდეს. დავიწყოთ? მზად ხართ? მაშინ უღრმესი მადლობა პირველ რიგში ჩვენს წარდგეს და გენერალურ სპონსორს ამბასადორ-ბეტს, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ კონტენტი შემოგთავაზოთ და მადლობა რა თქმა უნდა ჩვენ სპონსორს კრედო ბანკს. მესამე კითხვას დავსვავ, ჯერ გაგაცნობთ სავარაუდო პასუხებს. ალადინი, პოკაჰონტასი, მეფე ლომი და მულანი. კითხვა ნომერი 1. რომელი ანიმაცია გამოვიდა ეკრანებზე ყველაზე ბოლოს? ანუ რომელია ყველაზე ახალი ანიმაცია? წამზომი ჩაითო. სადღაც 92-93 წლები არის, აი ეს მეფე ლომი და ალადინი. სწორად შემირჩევია კალა მეგობრებო, გუნდის წევრად ვიცოდი რომ რაღაცა საზრიანს იტყოდა. კაი, რა თქვი შეყოლობეჭი, რა თქვი? ბიჭო 92-13 წლები არის, აი ესენი რა, რაღაც ეგრეა. რად ჩემსაც ნუ დაეყნობით ახლა ჩემ კომენტარებში. მულანი გამახსენე. მულანი არის გოგორო ბიჭების ისა გოგორო ჯარში მოეწყობა ვითომ ბიჭი რო არის. გაიხსენეთ თვითონ ანიმაციის სტილი, ხომ არ დაგეხმარებათ, რომელი უფრო ახალს გავს? ყველა ნახატია, აი ცუდი ისაა, 3D არც ერთი არ არის რა. ყველა ნახატია. პოკაჰონტას ყველაზე ძველი ნახატია. ნახატი ლარი უნდა გადავიხადოთ უეჭველი რომ აი ამას გავაჯმევინოთ ორ ცალს. მე მგონია რომ ისედაც შეგიძლიათ. მახარა დებს რა საკეთეთ? 10,000 დებს მულანზე? მე მულანი არის ჩემი პასუხი. მეც მულანი მგონია. სანამ გადის მეგობრო გეტყვით რომ 3 დახმარება გაქვთ, რომელშიც ფულს იხდით, 500 ლარი არის კითხვის გამოცვლა, 500 ლარი არის 1 წუთის დამატება და თუ 1000 ლარს გადამიხდით, 4 სავარაუდო პასუხიდან 2-ს გავაქრობთ და მხოლოდ 2 პასუხს კითხვა. გაგიტოვეთ. კაი, 1 წუთი მომეცე. 1 წუთი დაგჭირ ზუსტად. პოკაჰონტას და მეფე ლომი თუ არ არის, მაშინ მულანი არის შეჩემა. ალადინი რომელი წლებისაა? 93-ია? არაბები და ჩინელები, მონღოლები, რა ვიცი. მულანი მგონია, მე მულანი მახსოვს ყველას. მეც მულანი მგონია. კიდე გავრისკო და თუ არა და ჩავარდნია კონტენტი. 3 იუთუბერი შემოვა მე თუ როგორ არის ანუ. ვითომ მულანია? 15 წამი. გამოვცვალოთ კითხვა შეჩემა. არა. 9 იყოს მულანი 7 ორი გაგვიუ. მაპატიეთ, მაგრამ მეგობრებო დრო ამოიწურა. ზუსტად 3 წუთის შემდგომ ბასტო დაბრუნდა. ვა, ბიჭო მოვედი, რა ხდება და მაგვიან და რა ქენო. რაც ისე ცოტა. მულანზე დადეთ? 10,000 ლარი ჩვენმა მოთამაშეებმა განათავსეს მხოლოდ მულანზე. ანუ ვაბანკზე წავიდნენ. ვაბანკი მეგობრო მაქვს ეს გადაცემა, ოღონდ სხვა გადაცემა. და მოგებული მაქვს ტვეტიში ლარი. ახლა თამაში შემოვა მეგობრებო, ჩემი ასეთი უსაყვარესი კალათა, რომელიც ნიშნავს, რომ მე ჩამოვივლი და არასწორ პასუხებზე განთავსებულ თანხებს ასე გადმოვყრი, მაგრამ ხედავ რომ აქ ან არაფერი იქნება, ან ყველაფერი. მე გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ თქვენ მართალი იყავით რა. 92-93 წლებში იყო ალადინი. 94 წელს იყო მეფე ლომი, მეგობრებო.
მაგრამ აი პოკაჰონტას მე კითხეთ ასეთი რაღაც რომ ანიმაციური სტილი გაიხსენეთ და იცით თუ რომელ წელს არის გამოშვებული? პოკაჰონტას უფრო ძველია ვიდრე 95 წელს არის პოკაჰონტასი გამოშვებული. და ის 97-ში. ის არის 98-ში. რატომ აუდა და 10,000 ლარი აგზელებენ თამაშს? ეს არის. გილოცავთ, მე უბრალოდ ჩემს ავარო პასუხს წავიღებ, სწორ პასუხს, რომელიც იყო მულანი მეგობრებო. ნუ ნერვიულობთ, ბიჭო, რო უყრი ესე იგი ვიცი რა. არა, ანიმაციის სტილი ბიჭო ძალიან მიაწექი შოუს გაბანძებაზე მიაწექი, გაიგე, დაიგდა. ნაუი, მიდი, 10 წუთიანი ვიდეო. ლაშა გეგონა რომ 1000 ლარი დავრჩებოდი პირველ რაუნდის მერე, თუ? არა, მე მგონია რომ ისეთი კითხვა იყო, რომ ლოგიკურად მიხვდებოდ. ანუ აი აქ არ არის კიდე ერთხელ მოფეს არის ინტუიციასა და ლოგიკაზე დაფუძნებული თამაში. ჯერჯერობით ჩვენ მოთამაშეებს ინტუიცია და ლოგიკა ნამდვილად უმართლებთ. კითხვა ნომერი მეორე. ჯერ პასუხებს გაგიჟღერებთ. ეს ფერები ყველაზე მეტად გეხმარება ღამით გამოაჩინოს სახეები. გამოჩნდეს სახეები. ორივე ყველაზე ყურადღების მისაქცევი ფერია. წითელი მანქანა, ლურჯი ქვეითი და მეოთხე პასუხი. წითელი საფრთხე, ლურჯი სამართალი. კითხვა ნომერი 2. რა დანიშნულება აქვს პოლიციის წითელ და ლურჯ მანათობელს? დრო წავიდა. ბიჭო, ეხლა ესა. წითელი საფრთხე, ლურჯი სამართალი. ალბათ. ქვეითი რა შუაშია, ნახე? აი ამას გავაჯმევინოთ, უფასოდ გავაჯმევინოთ. არა, ნახე, ფუნქცია აქვს. პოლიციის მანქანას აქვს ეგეთი ფუნქცია, რა დანიშნულება აქვს? ან მარტო წითელს ანთებდეს, ან მარტო ლურჯს. რამეში ხო არ გამოიყენება, რომ წითელს თუ ანთებს, შემთხვევაა მანქანებს შორის და ლურჯს რო ანთებს, არა, წითელი და ლურჯი ინთება, ორივე ინთება. ეს არ მგონია? აი ამ ორში მივიღებდი გადაწყვეტილებას მე. ხეცხვანთი, ანუ ნახე, პოლიციის ის ხეცანთია. ხო ეგრეა? ხო, რა წითელი ლურჯი სახის გამო, ანუ სახეს ხო არ ანათებს შეჩემო. ანუ შტერობა. როგორც ის არის. ერთი წუთი გავიდა, მეგობრებო. ხომ არ გამოგირიცხავთ რომელიმე ვარიანტი? კი. აი, წითელი მანქანა, ლურჯი ქვეითი რაღაცა მე არ მომწონს. ბიჭო, აი თან ეგრო იყოს, მით შევნია რომ შევწდე. ხო, იმიტომ რომ აი რა შუაში. საიდან მივიდეთ ლოგიკით რა. ეხლა წარმოიდგინე ვიღაცა მოიფიქრა საფრთხე სამართალი. აზარი. ერთი წუთი დაგჭათ. ეს პოლიციის ფერები წარმოიდგინე ერთ დღეს სადღაც გაჩნდა ადრე და ყველა ქვეყანაში ეგრეა. ან უნდა ქონდეს იდეოლოგიური დანიშნულება ჩემი აზრით. ან იქნება ეს რომ ყველაზე ყურადღების მისაქცევი ფერია. ყურადღებას რატო იქცევ? ანუ ფულე დავდო დროზე. მე თქვენს ადგილას დავიწყებდი მინიმუმ განაწილებას. კაროჩე მე ჩემ 3300 ლარს აქვდებ მე. ცოტა აგეთაც ხო არ დავდოთ, თუ დავიკეთე. 20 წამი. გავაქრობ. ორი კითხვა გავიქცე. 2 წუთსა და 40 წამზე ჩვენი მოთამაშეები იხდიან 1000 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა 4-ვე ბარათს ავიღებ, მხოლოდ 3 არასწორი პასუხიდან რენდომ შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გამორიცხოთ, პრობლემა არ არის. რო არ გეგონოთ ხა მე რაღაც მანიპულაციას ვაკეთებ, მე უბრალოდ 4-ვე პასუხს ავიღებ. ჩაწოდები, მაგრამ პოლიციისთან რატო არის? კალა ბასტო מחარ მხოლოდ 2-ს ატრიალებთ, მესამეს არ ნახულობთ, რასაც ამოატრიალებთ, ის გამოირიცხება. გამოირიცხა. ორივე ყველაზე ყურადღების მიქცევადი ფერია და მეტი არ მოატრიალე. ერთი ამოატრიალე მარტო. კიდე ერთი ამოატრიალე. ხო, ხა იყოს. წითელი მანქანა, ლურჯი ქვეითი. რაყობა დარჩა ხვდები? შეგიძლიათ გადმოატრიალოთ ეს პასუხები. არა, ამაზე მე გეტყვით რომ 20 წამი გაქვთ დარჩენილი. შეგიძლიათ 1 წუთით დაამატოთ და წამზომი წავიდა. აუალა 15 წამი. აუ ბიჭო ეს თუ არის მაგის დედა რა სახეები შეჩემ არა ტერტები კიდე. ნახე, დღეცანთია ეს პოლიციის. მაშინ სირენას არ ჩართავდი. დღე რატო არ ჩართული? სამართალი, საფრთხე. ხო, ბიჭო, იდეოლოგიური პოლიცია მოიფიქრა რაღაცა, წარმოგიდგენთ და რაღაც იდეას მიცემდნენ უეჭველე. და შეწყდა, მეგობრებო. რაში გადაიხადა ტიპა. მახლა დაამატებს 1000 ლარს თავის ჯიბიდან ამას რა. მე ამ ზაფხულის ცხელდღეებში მინდა გითხრათ რომ ჩვენმა სომერსბიმ ახალი გემოები დაგვიმატა, ამიტომ გემრიელად მივირთმევ. შეგიძლიათ თქვენს მიირთვათ, ოღონდ აუცილებლად ჩაცებული ყინულთან ერთად. ეხლა ერთი გამოყენეთ, ერთი როგორ გამოყენოთ? კი, დაგჭირდა. ძალიან გემრიელია. მე მოვამზადებ ჩემს კალათას, სხვათა შორის ამ კალათაში 1000 ლარი მოათავსოთ უკვე რომელიც გადაიხადეთ. ხო იქ არ დაგიდეთ ძმაო. სულ დაგვიდე, აქ არის. გამორიცხვის 1000 ლარი მოათავსეთ. არა, წავაგეთ რა. და ამით გემშვიდობით მეგობრებო, სულ ეს იყო და ჩემი გადმოსახედიდან მე თამაშ დასაწყისში ვახსენე რომ ჩემთვის ყველაზე გამოსადეგი დახმარება არის 1000 ლარიანი და მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა ესეც სწორად გამოიყენეს და 9000 ლარით გადავიდნენ შემდეგ რაუნდზე. 9000 ლარი გვაქვს, არ ინერვიულოთ ბიჭებო. თუ ეს ვიდეო
ავა 15000 ლაიქზე, მე ჩავთვლი რომ თქვენ მოგწონთ ეს კონტენტი, შესაბამისად ეს არ იქნება უბრალოდ 150k სპეციალი და უფრო ხშირად შემოგთავაზებთ ამ გადაცემას. ხოლო 200,000 გამომწერზე მე გპირდებით რომ შემოგთავაზებთ ისეთ კონტენტს, რომელიც არა მხოლოდ ქართულ YouTube სივრცეში, არამედ ზოგადად YouTube სივრცეში არასდროს არ ყოფილა და ეს პროექტი იქნება თქვენთვის, ჩემი მაყურებლისთვის და გამომწერებისთვის გათვლილი. ამიტომ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ მალე ავიდეთ 200,000 ნიშნულზე. ახლა მეგობრებო, კითხვა ნომერი 3, მაგრამ ჯერ რა თქმა უნდა სავარაუდო პასუხები რო გავაჟღეროთ. ადამიანის ფრჩხილის სიკვდილის შემდეგაც იზრდება, ელოა ერთი და იმავე ადგილას ორჯერ არ ეცემა, უკიდურეს სიცივეში ენა თუ მეტალის ზედაპირს მიადე მიგეყინება და ალბერტ აინშტაინის სკოლაში ცუდი ნიშნები ჰქონდა. ჩამოთვლილი ფაქტებიდან რომელია სიმართლე? 1 არის სიმართლე, 3 არის მცდარი და წამზომი მეგობრებო ჩაირთ. ეხლა ლოგიკურად როგორ მივიდი? ალბერტ აინშტაინის მასწავლებელს ვიცნობდი თუ რა? ელოა ერთ და იგივე ადგილას ორჯერ არ ეცემა. ერთ და იგივე ტიპს ხო დაცემია ორჯერ. ეს არ არის, იმიტომ რომ ნახე, მეხამრიდები არსებობს, რომლებიც ამას იცხლიტავს და იმ მეხამრით შეიძლება ორჯერ მოხდეს. ეს არ არის. არ არის. ეს გამიგია რომ სწორია ძმაო ადამიანი. გვამი რომ გაუხსნიათ არ მინახავს. მითი არის ეს სანო. მითი აბა რა. ხო. ბიჭო რავი თუ ფრჩხილები სულ იზრდება, მაშინ ფრჩხილებში უნდა ვიცხოვროთ. მართალია. თუ ლოგიკურია, ნახე, ჩვენ ხო ალბერტ აინშტაინის სკოლაში დანიშნები ყავდა, ვერ მივხვდებით. შესაბამისად ეს მართალი ვერ იქნება, იმიტომ რომ აქამდე ლოგიკურად ვერ მივალთ. ანუ ეს ყველა ვარიანტი არასწორი პასუხია. არა, ეგრე არ არის. შეხედე, აქ კიდე რა შეიძლება იყოს რა მეტალის ზედაპირს უკიდურეს სიცივეში, ანუ უკიდურეს სიცივე რა არის? თუ შეიძლება რომ უკიდურესი სიცივე. ხო და ნახე, არ გიწერია კონკრეტიკა, მინუსები და რაღაცა. მეტალის ზედაპირი არ უნდა იყოს მგონი, მეტალზე ყინული ზედაპირი უნდა იყოს, რომ მიგეყინოს ალბათ. უკიდურეს სიცივე თუ არის ხომ გაიკეთებს ყინული ზედაპირს, ის მეტალის ზედაპირი და მიგეყინოს. კარგი, ეს მართალია, ჩემი აზრით. ნახევარი დრო გავიდა მეგობრებო. სწორმა პასუხმა გაიჟღერა ბატონო წამყვანო. და გაგიკვირდებათ და დიახ. მე თქვენს ადგილას ნელ-ნელა წავწევ მიგეწებებაო. მიგეყინება არაო? თვება? უნდა მიგეწებება. არა, მიგეყინება უნდა იყოს. 40 წამი. აუ, რას შვები შეჩემა? რა. რასა? არ ვიცი, რას მე ვერ ხედავ აქ თვალი ცოტა ისე აქ. მაკლია, ჩემო מחარდა. რომელ პასუხზე დებ ვერ ხვდები, მაგრამ 30 წამი დაგჭათ. წავიდი რა გამოგვიცვალოს რა ამის დედავატირე. შეგიძლიათ კითხვა გამოცვალოთ 10 წამი დაგჭათ. მოიცა ეს წუთი. ბიჭო! აკად! უცვლით! არა, შეჩემა. ბიჭო, ვერ სვასწრებდი ამის აქეთ გადმოტანა, შეჩემა. 500 ლარი ბასტომ თავის ჯიბიდან გადაიხადა, რომელიც ჩემს კალათას შეემატა მეგობრებო და კითხვა გამოიცვალა. ბასტო ამ გადაცემაში შემთხვევით არ მოხვედრილა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტუიციის, კარგი ინტუიციის მქონია, განსაკუთრებით მაფიის თამაშისას და მინდა გითხრათ, რომ სწორად გადაიხადა 500 ლარი, იმიტომ რომ აბსოლუტურ უმრავლესობას კი არა, აბსოლუტურ თანხას არასწორ პოზიციაზე დებდით და სწორი პასუხი აქ იყო, რომ მიგეწებება თუ მიგეწებება არ ვიცი, მაგრამ მესამე იყო სწორი პასუხი. ალბერტ აინშტაინს ცუდი ნიშნები არ ჰყავდა, პირიქით, ძალიან კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით მათემატიკას და ფიზიკას. სადღაცა სკალა მართალიც იყო დამპალო, ანუ სწორად მივდიოდა ინტუიციაზეა ეს. ცალი მხარე, თეთრი ფთაბაქ სკალა. ცალ მხარეს შავი მაქვს ბობულე კეთყვი ძმაო რა. კითხვა შეცვალეს ჩვენმა ძმა და მეგობრებმა. ამიტომ ჯერ მოვისმინოთ სავარაუდო პასუხები. ბაბილონი ძველი წელთაღრიცხვით 35 საუკუნე. ძველი საბერძნეთი ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნე. რომის იმპერია ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნე და საბჭოთა კავშირი მე-20 საუკუნე. დაშლები. ძალიან დიდი ინტერვალებია, ხოლო კითხვა მდგომარეობს შემდეგში. სად და როდის დაფიქსირდა პირველად დედის შეგინება? დრო წავიდა. რაღაცა მეგობრებო არის ესეთი ფაქტები აღწერას, რომელიც მოგვითხრობს პირველი, ასე ვთქვათ, დედის შეგინების შესახებ. ეს მართლა არ ვეკაიფები? არ გეკაიფებთ. ეს რომელ ჟავთა აღწერას უწერია მაგის დედა რომ მართლა. დედის შეგინება არის უფრო ქართული ფენომენი რა. აი, უფრო საბჭოური და ქართული ფენომენია. Motherfucker, ანუ დაჟე არ არის, ესეთ შეურაცხყოფელი და რაღაცა. ან არის პირველი შეურაცხყოფა, რომ აღიბეჭდა, რომ ეს პირველად ვიღაცამ შეურაცხყო და არის ძველი ბაბილონის სიტყვაზე, ან არის საბჭოთა კავშირი. ბიჭო, შეიძლება რამე ცნობილი დედის შეგინება ხო არ არის სადღაც. ზოგადად გეკითხებით რა. სადღაცას დედაზე შეურაცხყოფა დაფიქსირდა. დაფიქსირდა, თუ დაფიქსირდა, ესე იგი ვიღაცა იჯდა და ოპა, დედის ლაკი აგინეს. ბაბილონის გოდოლს აშენენ, ოპა, აქ დედის ლაკი
ეს მოდი გადავუყურებთ ეს ვარი ბაზარია ბიჭო პირველ დედის შეგინებაო შეჩო პირველ დედის შეგინება როგორ შეიძლება მე-20 საუკუნემდე არავის არ არა მაგრამ ეს ხო არ შეუძლებელია მე აქამდე როგორ ძველი წელთან 3500 წელს დადე ფული დროზე რაღაცას დავიწყო და მე გადავანაწილო მე ამორზე დავდევდი რანაირად ლოგიკა შენ ბიჭო ხო არა გაქვს მეც ეს მგონია ან უნდა იყოს ის მაგრამ რანაირად შეიძლება რომ საბჭოთა კავშირში შეაგინეს ვიღაცამ პირველად ეს ხო არის ჩემი ფული აი ეს ხო არის ჩემი ფული საბჭოთა კავშირზე დებ ხო 10 წამი 5 4 3 რასწები შეჩემო ერთიცო დაგვივარდა შეჩემა მანამდე იმფიქრე რა გავიდა დრო რა გავიდა ბოლოს ამაზე დადეთ თუ ამაზე? ამაზე დავდე. არ შეიძლება. არ უნდა გამოგვეცვალა წეღან რა და დაგვედო იმაზე რა ეს აკითხვა მოვიდა შეჩემანო. და მთლიანი ფული ამაზე შეჩემა სულ ეს ასწორი პასუხი თან? მეგობრებო, მე ჩემს კალათას ავიღებ. აღარ მინდა თამაში, არ დადო ეს ვიდეო. სადაც 1500 ლარი უკვე მოთავსებულია, თუმცა მე გული მიგზნობს ჩემი კალათა საკმაოდ მსუყე თანხით გაიზრდება, იმიტომ რომ აქ ვერ ვხედავ მხოლოდ ერთ პასუხზე განთავსებულ სრულ თანხას. თუ ეს არასწორია პირველი ეს წაიღე რა. აი, გულს არ დაგწყვეტ და მე გეტყვეს რაღაცას, რომ ძველი საბერძნეთი მე-5 საუკუნე არ არის. არც რომის იმპერია არ არის ჩემი. რომის იმპერიაში ამ გარყვნილ საზოგადოებაში ძალიან ბევრი ბილწიტყვაობა იქნებოდა, ხომ დამეთანხმები კალა? თუმცა ეს არ იყო პირველი შეურაცხყოფები, ამიტომ. და რაზე გადმოიტანე შენი ფული? ჩემი ფულია ესა. გავიგე, შენ დაგვი. აქ მაინტერესებს ბასტოს ფული და ესა ჩემი. და ეს ვისი ნაწილი დაამატეთ? იქიდან გადმოყარა აქ, ამან. ამან. მე არა, მე ჩემი ფული დავდე. კაცში გამოჩნდება. აუ რა აუ რა! სწორი პასუხი გახლავთ. კალას აბსოლუტური ლოგიკა ნამდვილად ძველი წეთახვით 35. მე ანამას თქო. თავიდან სადაც გაჩნდა ეს იყო? რა თქმა უნდა, ბაბილონი არსებობს ამის ფაქტები 1976 წელს. არქეოლოგმა J.J. Van Dyckმა აღმოაჩინა თაბაშირი ახლანდელ ერაყში, რომელიც სამწუხაროდ მოგვიანებით დაიკარგა, თუმცა აღწერილია და ამ წერილობითი ფრაგმენტის მიხედვით დაფიქსირებულია ის, რომ ძველი წეთახვით 35 საუკუნეში ბაბილონში მოხდა პირველი შეურაცხყოფა, რომელიც მიმართული იყო დედაზე. ეს იყო პირველი შეგინება. მე დარწმუნებული ლაშქ შენ ისე კარგად დაგეგმავდი, რომ აქ ფულის დაბრუნების შანსი გვექნება სადღაც. მე შემეძლო, რომ ის დაახლოებით 2 წამი, რომელიც რეალურად გადაცნილი იყო, დამეტოვა ის თანხა, თუმცა სადღაც 1000 ლარი ისე მოგიმატეთ, იმიტომ რომ 2 წამით გადაცნილი იყო. ვაგზავნებთ მეგობრებო, ჩვენს ახალ უნიკალურ თამაშს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ახალი კონტენტი შემოგთავაზოთ და თქვენ ძალიან კარგად იცით, თუ მოგწოთ კომენტარებში და დაწეროთ ახალი კონტენტი ასწორებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ იდეების უკან ჩემს გვერდით დგანან პირველი სამაგიდო თამაშის გორგასლის შექმნელები, რომლებიც ძალიან დიდ მონაწილეობას იღებენ, რომ თქვენთვის შევქმნა ახალი კონტენტი, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ შექმნათ სრულიად ახალი თამაში, რაიმე კომერციული თვალსაზრისით, ან თუნდაც იმისთვის, რომ თქვენ სამეგობრო წრეში უბრალოდ გაერთოთ და ითამაშოთ, შეგიძლიათ მიმართოთ, რომლის ლინკი იქნება აღწერაში და უკავშირდეთ და ერთად შექმნით ახალი უნიკალური თამაში. ახლა მეგობრებო, გავაჟღერებ მეოთხე კითხვის პასუხებს. ბიზონი, ბეჰემოტი, მარტორქა, ძუძუმწოვარი რომელია? და ჟირაფი. ჩამოთვლილი ცხოველებიდან რომელია ყველაზე მძიმე? დრო ჩაივწყო. საშუალო წონა აქვს აღებული, რა თქმა უნდა, თუმცა გეტყვით, რომ სხვაობა არსებობს ამ ცხოველებში. ჟირაფი ძალიან მაღალია. ბიზონი გამახსენე რომელია? ამერიკული ბუფალო ბიზონი. მარტორქა უფრო დიდია თუ ბეჰემოტი? მოდი ეს რა გახსოვს? მარტორქა. მარტორქის და ბეჰემოტის სიმაღლე დაახლოებით 1.5 მაქსიმუმ 2 მეტრამდე. მაგრამ ძირითადად 1.5 სიმაღლე. ჟირაფი ნანახი გაქვს? ძალიან მასიური. მაგრამ წვრილი ფეხები აქვს מחარ. მარტორქას და ბეჰემოტს შორის რომელი და თქვა ძალიან რთული ასარჩევია. ამიტომ მგონია რომ არც ერთი არ იქნება. თავის წონა აქვს ხას. ერთ ხომარ გამორიცხავდით ყველაზე მეტად რომელი არ მოგწონთ. აი ჟირაფი გამოვირიცხოთ. აბა? აი ეს თქვენი გადაწყვეტილი. მარტორქა მგონია მე ამ ბეჰემოტი რატო უკაცრავ. მაშინ მარტორქა უნდა იყოს. ანუ ბეჰემოტი ესეთია და მარტორქა კუნთი არის. ქონი უფრო მძიმე თუ კუნთი? უფრო მძიმეა. აი ეს ისე უბრალოდ კითხებას თუ რამეს კი არ გაგიშტე. ამ ორ შორის თორეშოთ მე მარტორქას ავირჩევ. თორე უფრო დიდი მგონია. მეც მარტორქას ავირჩევ. ლაშამ სიმაღლე გითხა, მაგრამ ისა სიგრძეში ის უფრო დიდი არის. კაროჩე რაღაცა სხვების დავდოთ შეჩემა. ჩემ ყურსას ბეჰემოტზე ვდებ ამას. მობილური
მე გავაგზელებ სიამოვნებით, არ არის პრობლემა. ჩამოყალიბდა აშკარად ჩვენი სამ მოთამაშე მარტორქაზე. გავაჩეროთ დრო თუ მაინც იმჟელებთ? გააჩერე ლაშა გადაღება. 30 წამი დაგჭა, შემიძლია დავასტობო, შემიძლია 500 ლარი მივიღო დამატებით 1 წუთს, მაგრამ მგონი აქ ჭირდებათ. არა, მორჩა. ლაშა, ნუ აკეთებ მაგეებს. და 3000 ლარი დადეს. ლაშა, მაფიის ფინალი მაქვს წაგებლა, არაფერი აი, ვერაფერს ვერ მიზამბე ხა შენ ისეც. მე პირიქით მომწონს შენი ლოგიკები. თუმცა მე გითხარით რომ ეს თამაში მხოლოდ ლოგიკა არ არის. ინტუიციაც მუშაობს აქ და აუცილებელია მე ჩემს კალათას მომიმარჯვებ. მე გეტყვით რომ ყველაზე დაბალი წონა მართალი ვწანდებით. ჩემო კალა. მაშინ ხორცად გაიყიდებოდა, აბა. რომლის საშუალო წონა გახლავთ დაახლოებით 600 კილოგრამი. ჰიპოპოტამი რამხელა. არა, ბეჰეჰე მოდი. ჟირაფი, რომელიც 4 მეტრა ნახევარს აღწევს კიდე შეიძლება უფრო მეტიც იყოს სიმაღლეში. მე გითხარით, ძალიან წვრილი ფეხები აქვს. წანის ხარჯზე დაახლოებით 1500 კილოგრამი საშუალოდ არის ჩვენი ჟირაფა. მარტორქა, მეგობრებო, არის ცხოველი, რომელსაც საკმაოდ მძიმე ჯავშანი აქვს. მაგრამ და მისი წონა არის 2.5 ტონა. მაგრამ მე კითხვა დავსვი, ქონი უფრო მძიმეა თუ კუნთიმეთი, იმიტომ რომ ბეჰემოთი საშუალო წონა არის 2 ტონა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ სწორი არჩევანი გააკეთეს. ბრავო, მეგობრებო, მარტორქასაც სწორ პასუხსაც გამოგართმევთ. თამას აგრძელებენ 3000 ლარი. დაგვიმატე, შეჩემა რა. პროსტა დაგვიმატე და მოგცემთ მე. კითხვა ნომერი 5. მიდი. ვასახელებ პასუხებს. ცხვირი, ყური. შუბლი, თავის ქალა და ზედა ყბა. ზედა ყბა რომელია? ზედა ყბა, ყბის ზედა ესა? ხმალთევზის სხეულზე წვეტიანი წანაზარდი მისი სხეულის რა ნაწილია? ბიჭო, ცხვირი არ იქნება, კაროჩე, რა ცხვირი თევზი და მაგას გეკაიფებია შეჩემა. აი ეს რო აქ. რა არის ეგ? ბიჭო, კაროჩე, ცხვირი არ იქნება, რატო გეტყვით, ცი? ცხვირი, ანუ ნესტოები აქ იქა? თავის ქალა, არა, თავია, მაგითი გრძნობს რა. თავის ქალა რანაირად არის შეჩემა. ქალა ან უნდა იყოს ძლოვანი სისტემა შეიძლება ხო? წანაზარდი. ანაზარდია გამოიზარდა. კალა, მაგრამ შეიძლება არ არის. ცხვირი თუ არის, ანუ პირი აქ იმის ქვემოთ, თლიანი პირი. თუ ზედაყბა არის, მარტო ქვედაპირი აქვს და ამას აღებს, ანუ რო აღებს, ესეც უნდა აიწიოს მაშინ. მე მგონი იწევა. შუბლის დედავატირე, კაი რა შუბლიტო. ეგ რანაირად შუბლი. ბავშვო, თევზი შუბლი რო აქ აი. კაროჩე, მე ვარ ისო ვარ რა. მივცურავ რა. აბა, და პირს ვაღებ, ოი თევზი. ამას ვაკეთებ? არა, სწორი. ამას ესი აღებ. ეს სტაბილურია, ქვევიდან აღებს შეჩემა. მაშინ ცხვირი გამოდის შეჩემა. მოიცა ზედაყბა ეს არ არის? ხო. ზედაყბა რა? ეს არის, აი შეხედე და თუ ზედაყბა არის. არ აღებს, ეს სტაბილურია შეჩემა. რა იცი? თუ იცი, ბაზარი რა ცხვირია. ნახევარი დრო გავიდა. აი, ლოგიკურად ცხვირი უნდა იყოს. ცხვირი როგორ თევზი ცხვირი მე არ მევასება, კაროჩე რა. კაროჩე, აი ეს რაღაცა გავაკეთოთ რა. ლარი და 20 წავიღოთ სახლში შეჩემა? მოდი, მე ჩემ პასუხს ვაძლევ ამას. ბიჭო, მაგრამ კიდე პირველი არ მინდა იყოს ცხვირი. არ ვიცი, კაროჩე, ახლა. მოდი, ყველაზე, მოდი, ერთ ადგილას დავდოთ რა. შენ რას ვთქვი, ზედაყბა, ისე. მე საერთოდ კისერი მგონია, მაგრამ აქ კისერს ვერ ხედავ. ეს სწორმა პასუხი გაიჟღება ბატონო წამყვა. რა თქმა უნდა, ჩემო מחარ და 20 წამი დაგჭათ, რაღაცაზე მაინც დადეთ, ან რაღაცეებზე დადეთ, რომ გქონდეთ, იმიტომ რომ 15 წამი დაგჭათ. რა თავის ქალა, ბიჭო? ეგ დადეს თუ ზედაყბაზე, მაგის დეს. და ამას არაზედა. აი, კალა, ეგ შენი ფულია, საგნიათ. 5, 4, 3, 2 და ჰარში აქ. ბასტო ეს ბოლო წამს ექშენი რა ხდება? ბასტო ფანტასტო. რატო შეცვალე აქ რატო გადმოდე? ბიჭო, არ ვიცი, შეიძლება ცხვირიც იყოს რა. პროსტა ცხვირი და თევზი არ მევასება ერთდროულად. კალათასაც 7000 ლარი არის მოთავსებული. ჩემო კალა, ეს წვეტიანი წანაზარდი. მინდა გითხრათ, რომ თავის ქალა ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა. თავის ქალასთან შემდეგი ნაწილი შუბლი არის და თქვენ მარტო იბრძანდებით. ზედაყბა. შუბლიც არ არის. ეს არა, ზედაყბა. ვისი 1000 ლარია? ჩემი. კალასი? ცხვირია, ბიჭო. მე მინდა გითხრა, რომ კალა ძალიან მაგრა თამაშობს. არა, მაგრამ ეხლა არასწორად დავუწყე. ცხვირი, ფარფლები და ეს ცხვირი არა აქვს იმას რა ქვია. ხო, ანუ მე ჩემ არდასლარს მოვათავსებ, ჩემს კალათაში, იმიტომ რომ
ზედა ყბა არის მისი წვეტიანი წანაზარი და 2000 ლარით აგრძელებენ თამაშს, მეგობრებო. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცუდი საკრედიტო ისტორია უკვე აღარ არის დაბრკოლება, რადგან კრედო ბანკის სპეციალური სესხის დახმარებით შეგიძლიათ, რომ ეს საკრედიტო ისტორია გააუმჯობესოთ სპეციალური სესხის საშუალებით, დამტკიცებისთანავე თქვენი საკრედიტო ისტორია შეიცვლება და ყოველი გადახდისას გააუმჯობესდება. ხოლო სამომავლოდ საბანკო პროდუქტებზე უკეთესი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას მოგცემ. ასე რომ შეგიძლიათ გადმოწევოთ MyKedos mobile აპლიკაცია და დაიწყოთ საკრედიტო ისტორია ახალი ფურსლიდან. მეექვსე კითხვის დრო არის. გაგიჟღერებთ სავარაუდო პასუხებს. 3 გრამი, 15 გრამი, 28 გრამი და 50 გრამი. მახარ, შენ გასაგონად დავსვავ ამ კითხვას. რას იწონის პინგ-პონგის ბურთი? დრო წავიდა. 50 გრამს არა. კაროჩე, ამას ვდებ მე და ბიჭო, კაროჩე, გეტყვით, ეხლა რატო ვიცი მე რა? რაღაცეები ამიწონია რა გრამებში რა. ხილბოსტანში ხო ალბათ? 15 და 3 შორის, ეხლა პროსტა 15 გრამს ვიხსენებ რა. 15 გრამი რა არის? ქვა შეიძლება იყოს 15 გრამი პატრა კენჭი. პინგ-პონგის ბურთი ჩვეულებრივი. და არა განსაკუთრებული. პროები რო თამა. აი ეს რამდენი გრამია ეხლა? ეს 20 მაგ. ეს იქნება ალბათ 1 გრამი. და ეს არის მძიმე. ოდნავ მძიმეა პინგ-პონგი. მე გეტყვით, რომ ნახევარი დრო გავიდა. 3 გრამიან ბურთს ფიზიკურად მიმართულებას ვერ მიცემ. აი, ბაზარია. 15 ისაძლევს. არა, ბიჭო, ხო. აი, ეს რამდენი გრამი იქნება? გრამი არ იქნება. გრამი არ იქნება, მაგრამ ნახე, მიდის რო რამე რა. არა, ის უფრო მძიმეა, מחარ ეხა რაც ის რო შუბი არის. შეიძლება ვიღაცას გაარტყა მოკლად. დრო ჯერჯერობით გაქვთ, იმიტომ დაახლოებით 45 წამი გაქვთ. რა ხდება? მან ხო არ დაგეხმაროთ. პლასმასის ჭიქა მოიტანე შეჩემა. სანამ მეგობრებო ჩვენი მოთამაშეები სახელოსნო ბარის ინვენტარს იყენებენ, მე გეტყვით, რომ სახელოსნო ბარს მადლობას გადაუხდით, რომ ყოველთვის მზად არის, არა მარტო სივრცე დაგვითვას, არამედ ინვენტარიც გამოგვაყენებინოს ჩვენს გადაღებებში. მადლობა სახელოსნო ბარს. არა, 3-ია, კიდია 3-ია. და გავიდა დრო. მე ვიცი რომ ახლა ძალიან მიყვარს პინგ-პონგის თამაში. და რა თქმა უნდა გამორიცხული 50 გრამი აბსურდი არის ასეთი მძიმე პინგ-პონგის ბურთი მე არ მინახავს. არც 28 გრამი, მაგრამ მე ვუთხარი ჩვენს მოთამაშეებს, თქვენ ყოველთვის კარგად იწყებთ თავიდანვე. მე რაღაც გემართება თავიდანვე დავდეთ ეს. ხო და მე რაღაცა დაგემართათ და თითქოს 15-ზე გადმოდეთ, რომელიც არასწორია და რა თქმა უნდა, გილოცავთ კიდევ მთლიანი თანხა განათავსეთ თქვენ სწორ პასუხზე, რომელიც 3 გრამი იყო. არა, ეხა მოვა თევზის მეოთხე ფარფლის ქვეშ რა არის? ცეროზი, ჭუჭუ, პრი თუ რაღაცა. აფთიაქი. კითხვა ნომერი 7. ორი კითხვა დაგშათ. მიუხედავად იმისა, რომ 2000 ლარით არიან, მე ძალიან დიდ რესპექტს გამოვხატავ თქვენი ასეთი მაგარი თამაში და ფაქტობრივად ერთ კითხვაზე შეცდით რა. კითხვა ნომერი 7. პასუხები მოდი ჯერ მოვისმინოთ. პეპერონე, მუსტაჩიო, მუსტაჩიო, მარიო და პლუმბერო. პიცების სახელებია უეჭველი და ერთ-ერთი არ არის. რა გვარების არიან პერსონაჟები მარიო და ლუიჯი? წამზომი ჩაირთო. აუ, ჩემი კარგი შენ უნდა იცოდე. მარიო აგვარად? პლუმბერ არის პროფესია რა. მილსადენის ოსტატები და პლუმბერო შეიძლება იყოს პროფესიულად მარიო პლუმბერო სიტყვაზე, მაგრამ აი მარიო პლუმბერო არ გამიგია ესე რომ. ძალიან ეკორე იტალიელები არის. მარიო, ლუიჯი მარიო ვერ არის. დავიკიდოთ რა გთხოვ რა, იმედია ეს არ არის. მაგრამ უყურე პეპერონე იტალიურია, მაგრამ პეპერონეები რატო იქნებოდნენ? მგონია რომ პეპერონები მუსტაშიო ორივე ლუაში აქვს და პლუმბერო ორივე ისინი არიან. თამაშებში არ ეწერა არსად. მულტფილმში შეიძლება იყოს და არ მახსოვს ახლა ნახდათ. მარიო თუ არის. წავა გოთ ეს მკიდია, ანუ ამას პასუხად არ და გამორიცხეთ პეპერონე. არა და ხო, ნუ რავია. ორივე სულვაში აქვს. დაუდოს მუსტაშიოზე? ლუიჯი მუსტაშიო, მარიო მუსტაშიო, მარიო პლუმბერო, ლუიჯი პლუმბერო. მარიო პეპერონე, ლუიჯი პეპერონე. არ ვიცი. თუ მარიო და მაგის ანუ მკიდია რა მაშინ რა. 20 წამი დაგჭათ. რაღაცაზე მაინც დადეთ. აუ, მიდი ხეზე დაიკიდე. თლიანად დებთ? თქვენს ადგილას სიმბოლურად 500 ლარს სხვაზეც გავიტყორცნიდი. მაგრამ ეს მხოლოდ წამყვანის რჩევა. 10
გადავიტანეთ, შენ გამოწავაგებთ. 8 7 თუ წავაგეთ ახლა რაშამ რაც გითხრა იქ დაიმახსოვრეთ, მაგის გამოწავაგეთ. 3 2 და 1. ბიჭო, ნუ მაგდე ახლა ბიჭო, აი, პლუმბერო, იტალიურად არ ამგონია რომ მილსადენების ოსტატს ნიშნავდეს. მე ჩემს დაახუნძლულ კალათას მეგობრებო, გამოვიდა. მარიო წაიღე. დადეთ თუ შეიძლება. პეპერონე წაიღე რა. რაღაცა ძალიან. პეპერონე? გამოვრიცხოთ პეპერონე და პეპერონე ნამდვილად არის. მუსტაჩი არ წაიღო. ეს წაიღე. წაიღე, ბიჭო. თქვენ 2000 ლარი გედოთ და შეცვალეთ, ხო მართალი ვარ? მუსტაჩიო. ხო, იმიტომ შენ გითხარი. ვინ გითხრათ რომ ვინ რომელმა სხვათა შორის მე რო ეს კითხვა პირველად მოვისმინე, პასუხი დავაფიქსერე მუსტაჩიო და არასწორი ვიყავი. იქიდან გამომდინარე მარიოს და ლუიჯის იმდენად სპეციფიური ულვაშები ქონდა რომ ჩემს გონებაში მახსოვდა რომ მუსტაჩიო იყვნენ გვარად. იცოდით რომ მეგობრებო მარიოს თავიდან გვარი არ ქონდა მინჭებული. პირველად 1993 წელს სუპერ მარიო ბროს ფილმში დაფიქსირდა მარიოს და ლუიჯის გვარი. როდესაც პოლიციელი ეკითხება მარიოს და ლუიჯის მის სახელს და გვარს და პასუხობს მარიოს და ლუიჯი მარიოს. სორი პასუხი არის მარიო მეგობრებო. მარიო. გიორგი, ვაჟა და გიორგი წავალთ ეხლა. ჩემი სპონსორი ამბასადორი ბეთი მირეკავს და მეუბნება რომ ეს ყ***ი აღარ მოიწვია. სიმბოლურად ასეთი კარგი თამაშისთვის ჩვენს ძმა და მეგობრებს 500 არ გვინდა გვათამაშე. დააბრუნეთ, თამაში დააბრუნე. აგერა, გვაქვს კიდე. დავაი. როგორც პირველ გადაცემას 150k სპეშალს, რომელსაც ჩემი მაყურებელი დარწმუნებული ვარ, 15000 ლაიქზე აიყვანენ და მე ამ გადაცემას თქვენთვის გავაგზავნებ და შევქმნი. ვაგზავნებთ მადლობა ამბასადორ ბეთს განხორციელებული ზარისთვის, რა თქმა უნდა, და მოდი გავსვათ ბოლო კითხვა ჩვენს გადაცემაში. ეს არც გვაჩუქე, შეჩემა კიდე კითხვა ვიწავე. საყომარო ფული მოგწევს. ფრისპინები ჩაგვი. ზამასკაში ვარ დავჭეთ პროსტა. მერვე კითხვის პასუხები. შეგიძლიათ მივირთვათ სომერსბი, რომელიც გონებას უფრო გაგისხივოსნებთ და ლოგიკას და ინტუიციას მოგიმატებთ. 50 მილიონი, 120 მილიონი, 200 მილიონი და 300 მილიონი. კითხვა ნომერი 8. რამდენი ქათამი იკლება დღეში? წამზომი ჩაირთო. 300 მილიონი არის ბევრი ძალიან. არ არის ბევრი რატო? ვინც ვარჯიშობს, თვითონ ქათამი რო შეჭამოს დღეში, დედი ელიაქ საქართველოს. თამაში 300 მილიონი კაცი უეჭველი ვარჯიშობს. ყველა ხო არ იკლება ახლა რაღაცა რეპროდუქციისთვისაც არის. შუა არ იქნება პასუხი, ეგრე მგონია. 50 მილიონი 200? რა, საიდანაც მახსოვს, ხო და? ბიჭო, 300 მილიონი ქათამი დღეში არის? აჩის კითხვა. 10 დღეში არის 3 მილიარდი ქათამი შეჭ. და თვეში გამოდის 9 მილიარდი თვეში რატო ქათამი. ითვლს? შეშემა დღეში გინდა. გასაგებია 9 მილიარდი ქათამი თვეში 9 მილიარდი ქათმის სათხედავ 9 მილიარდ ქათამს შეჭ. არა, ისე უნდა არსებობდეს ქათმებიც. მაგასაც გეტყვით, მაგდენი ქათამი უნდა არსებობდეს. ხო, 9 მილიარდ ქათამი რომ დაკლა. ყდარ ქათამს თუ ეს დედას 120 მილიონს ვამობ მე. მაინც თვეში გამოდის მაინც ბევრი. 50 מחר? ო. ბიჭო 300 მილიონი რა არ მომწონს იცი რომ თვეში არის 9 მილიარდი 300 მილიონი იცი რა ქათამი უცებიზდება ერთ თვეში შეჩემა ერთ თვეში შეგიძლია ყველგან რგვალი ციფრებია და ეს არის ასოციარი რაღაც ისე რა ჯერ კალას არ მიუღია გადაწყვეტილება და 35 წამი დაგჭა მახარამ გადაწყვეტა რომ ეს 500 ლარი სახლში წაიღოს ოპ ის დავარე და იმინაშუაში მოგაწვი 5 4 3 2 1 და პასუხი არის 50 მილიონი ან 200 მილიონი ადამიანები ვარ ცხოველები გაიგე ქათამსა დედა მეგობრებო კვერცხების აგროვების დრო მოვიდა 50 მილიონი მაგრამ დასვა იკითხვა მარტო აქ ჭამენო მართალი ხარ ძალიან ცოტა 50 მილიონი იმისთვის რომ 200 ბიჭო 200 თელს დედამიწაზე არსებულ 8 დაახლოებით 8 მილიარდ ადამიანს დააპურონ რა მარტო ქათმი 200-ია 200 თუ არა იყო დაგენძა მე გეტყვით რომ წელიწადში იკლება 61 მილიარდი ქათამი რაც იმას ნიშნავს რომ 300 ზედმეტად ბევრია ეს ორი ვისია 500 ან როგორ გაყოფთ თანხას უბრალოდ მაინტერესებს მოგე ვეღარ გავყოფ ფლაშა
ვეღარ გაყავთ მეგობრებო, იმიტომ რომ სწორი პასუხი იყო 200 მილიონი დღეში. ჩემო მეგობრებმა სამწუხაროდ წააგეს უმაგრეს თამაში, ბას თუ შეიძლება დადეკით. რომ მოგეგოთ 10000, აი წარმოგიდგენთ 10000, მოგიგე როგორ შეაფასებთ? თავიდან დავიწყოთ. რას ხოდი? თუ კიდე წავაგეთ 20000 რჩება, თუ მოვიგეთ? ჩვენაც ვდეთ. თქვენ მაყუთით თამაშებთ? ხო. კარჩე, ჩვენ გვინდა რევანში, შენ თუ დაავაგებ სპონსორებთან, რომ კიდე ერთხელ მოვიდეთ, ნებისმიერ დროს მოვალთ. კამერაში თქვით რიცხვი, რამდენ ლაიქზე აუცილებლად ჩავატარებთ თქვენ სამეულის წევს. 15000-ზე. 5. და ჩემი 5-ით 20000 ლაიქზე მეგობრებო, რევანში იქნება აუცილებლად ამ სამეულის მონაწილე. არა, საპრიზო იყოს 15 თქო, 5 მე 5. რა საპრიზო გაზარდა შეცემა, მაინც უფრო წაიღე. მადლობა იმისთვის რომ უყურეთ, გლიჯეთ ლაიქს, გამოიწერეთ არხი რომ მალე ავიდეთ 200000 გამომწერზე რომ კიდევ ერთი უნიკალური პროექტი შემოგთავაზოთ, რომელიც თქვენზე მორგებული იქნება. მადლობა ჩვენს სპონსორებს და ჩვენს მოთამაშეებს შემდეგ შეხვედრამდე.